დღევანდელობაში, როდესაც ინფორმაციების გავრცელება არის გაცილებით ადვილი, ვიდრე ადრე ძველ საუკუნეებში იყო, გამომდინარე აქედან ამ ინფორმაციის ადვილად გავრცელებასთან ერთად, ამავე დროს ადვილი არის ცრუ ინფორმაციების გავრცელებაც. და როდესაც არის მით უმეტესეს სოციალური ქსელები, სადაც ვისაც რა მოესურვება, ისეთ ვიდეოს გადაიღებს, ისეთ რაღაცას დაწერს, რომ ამას მაინც ისეთი კონტროლი არ აქვს, რომ ვინმე იჯდეს და ფაქტობრივ ტყუილებს ადგენდეს, ვინ რა ტყუილს აუცილებს და მე ამა თუ იმ ადამიანს ან ამა თუ იმ Facebook გვერდს ბლოკავდეს. ასეთი რაღაცა არ არის. და ამიტომაც ადამიანები აი ამიტომაც არის, რომ უფრო მეტად ავრცელებენ სხვადასხვა სიცრუეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო დროინდელი სიცრუე, რაც გავრცელდა ტელევიზიითაც და ამავე დროს სოციალური ქსელითაც, Facebook-ითაც, ეს არის ის, რომ თითქოს და უფლის ციხე, რომელიც არის ძველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის და ეს არის ძველი ძეგლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თვითონ სიტყვა უფლის ციხე მომდინარეობს ძველი ქართულიდან, როდესაც ადრე ბატონებს ეძახდნენ უფალს. ადრე იყო ასეთი წყობილება, უფალ მონობა. და ჩვეულებრივ ადამიანებს ერქვათ უფალი, ესე იგი მფლობელი. ამავე დროს მე ეს შეიცვალა ბატონყმობით. უფალს გადაერქვა სახელი, დაერქვა ბატონი. მონას გადაერქვა სახელი, დაერქვა ყმა. და ეს უფლის ციხეც აიქიდან უნდა მომდინარეობდეს და არა ის, რომ მაინც ღმერთთან დავაკავშიროთ და ეს ღმერთის ციხე არის, ეს ასე არ არის. მოკლედ, ამ ბოლო დროს გავრცელდა ასეთი ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს უფლის ციხე არის სინამდვილეში ისტორიული იერუსალიმი და მთლიანობაში საქართველო არის ისრაელის ისტორიული მიწა, რომელზეც საუბარი არის საღვთო წერილში. ისრაელზე მართლაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არის მოცემული ბიბლიაში, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ იგივე საღვთო წერილზე დაყრდნობით, რომ საღვთო წერილში მოხსენიებულ ისრაელზე და ისრაელს და ისრაელის მიწას კავშირი არ აქვს საქართველოს დღევანდელ ტერიტორიასთან და ამავე დროს ბიბლიაში მოხსენიებული იერუსალიმი კავშირში არ არის საქართველოში ძველ დროს აგებულ უფლის ციხესთან, რომელიც დღეს როგორც ნაქალაქარი ისი არის შემორჩენილი და დღეს არის, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აი ამ სტატუსს ატარებს. შემიძლია აქვე დასაწყისშივე გითხრათ ის, რომ უფლის ციხეს კავშირი არ აქვს ბიბლიაში მოხსენიებულ იერუსალიმთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც ერთი კაცი, სახელად ნიკოლოზ ლეკიშვილი, აქტიურად საუბრობს თავის Facebook პოსტების მეშვეობით იმაზე, რომ სინამდვილეში ეს უფლის ციხე არის ბიბლიაში მოხსენიებული იერუსალიმი და ამასთან დაკავშირებით აჭარის ტელევიზიაში სიუჟეტიც კი გავიდა, რომლის წამყვანი არის ქალბატონი მარია მჟავანაძე, რომელიც სავარაუდოდ ეს ქალბატონი ფლობს Facebook ერთ-ერთ გვერდს, სადაც იგი ამ სიუჟეტიდან ნაწყვეტებით ვიდეოებს უშვებს და საკმაოდ ბევრი მნახველიც გამოუჩნდა. არიან ისეთები, რომლებიც აკრიტიკებენ, ოღონდ ეს უფრო ემოციური კრიტიკაა, ასე ვთქვათ, მე რასაც გადავავლე თვალი, უმეტესობა მათგანი იყო ემოციური კრიტიკა და ხოლო თუ ვინმე საფუძვლიანი კრიტიკა თუ ვინმე ამ გადაცემის საფუძვლიანი კრიტიკა სადმე მოისმინეთ ან წაიკითხეთ, აგერ გავუმიგზავნეთ და წავიკითხავ.
მოკლედ მე მინდა რომ ეხლა ეს თემა განვიხილო, სწორედ ბიბლიაზე დაყრდნობით განვიხილო, რომ ეს ადამიანი ნიკოლოზ ლეკიშვილი ნამდვილად იტყუება, ხლა რა მოტივი ამოძრავებს მას, ეს ცალკე სხვა საკითხია. ეს ამ ადამიანს მართლა სჯერა ამისა, სპეციალურად იტყუება, რაღაცა დავალება აქვს ვიღაცისგან მიცემული, პოპულარობა სურს, თუ რა არის და როგორ არის, ხლა მე ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რაღაცა ვიცი, ასეთი ექსპერიმენტები ჩაუტარებიათ, რომ სპეციალურად თქვათ აი ასეთი რამ, რომ 10-მდე დაქირავებული მსახიობი, რომ დავსვათ ოთახში და ამავე დროს ამ ოთახში დავსვათ ერთი შემთხვევითი ადამიანი, ვინც თქვათ ქუჩიდან დაუძახეთ და ვთხოვეთ ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა ან რაღაცა აი ასეთი მსგავსი და წინ დაუდგით თეთრი და შავი ყუთები. და ამ ადამიანს წინასწარ აქვს მიცემული ინსტრუქცია, რომ შავზე უნდა თქვას, რომ შავია და თეთრზეც უნდა თქვას, რომ შავია. ამ ადამიანებას 10-ვე ადამიანმა სპეციალურად იცრუეს და თქვეს, რომ ეს თეთრი ყუთიც იყო შავი ყუთი და სულ ბოლოს შევეკითხოთ იმ მე-11 შემთხვევით ადამიანს. და შესაძლებელი არის, რომ მანაც თქვას, რომ დიახ, ეს არის შავიო, თეთრზე თქვას, რომ შავიაო. ხოლო ვინც ამას არ იტყვის, რა თქმა უნდა, ის გონიერი ადამიანია და ვინც ამას იტყვის, ხლა ისიც ხედავს, რომ თეთრია და შავი არ არის. თუმცა ალბათ ასე ფიქრობს აი ასეთი ადამიანი, რომ ეს ადამიანი, რომ მე რო ეხლა ამაზე ვთქვა, რომ შავიაო, ვინმე არ დამცინოს, აბა ყველა ამბობს, რომ ბოდიში, ესე იგი თეთრზე რო ვთქვა, რომ თეთრიაო, შეიძლება დამცინონ, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ შავიაო და მოდი მეც ვიტყვი, რომ შავია რა, გავატარებ ამასო. შეიძლება ეს ასე ვთქვათ, მალე ჩამთავრდესო და წავიდე აქედან, რა ეს რა სადებილეთში აღმოჩდიო, შეიძლება ესეც იფიქროს, ან შეიძლება ეს არ იფიქროს, მაგრამ სხვა რაღაცა იფიქროს და თქვას, რომ ალბათ მე რაღაცა მეშლებაო და რაღაცაო, ხო, ესე იგი ისევ თავის თავს დააბრალოს. ნუ ყველა შემთხვევაში თუ ეს ადამიანი თეთრ ყუთზე იტყვის, რომ შავიაო, რა თქმა უნდა, ეს უკვე აყოლილი იქნება იმ პროპაგანდას, რა პროპაგანდასაც შეეჭიხა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თეთრზე ამბობდნენ, რომ შავიაო. შესაბამისად, ეხლა, როდესაც საქმე ეხება აი ისეთ საკითხს უფლისციხისა და იერუსალემის ისტორიებს, რომ ეს თუ მართლაც არ შეისწავლე, გამოიგული, ეს არ არის ისეთი რამ, რომ წინ დაგიდგან შავი ყუთი და თეთრი ყუთი და გითხრან, რომ აბა რომელი ფერებიაო, ეგ ძალიან ადვილია. ადვილია ხო, რომ შავზე თქვა, რომ შავია და თეთრზე თქვა, რომ თეთრია. ეს ძალიან ადვილია. მაგრამ უკვე როცა საქმე ეხება იერუსალემსა და უფლისციხეს, თან ეს ადამიანი ისე ლაპარაკობს ნიკოლოზ ლეკიშვილი, რომ აი ესე იგი ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს დარწმუნებულია თავის საუბარში, რომ მართალს იძახის და ლაპარაკობს, რომ აი მეფე სოლომონის დროინდელი იერუსალემის ქალაქის გეგმა მოხაზულობა შეესაბამება დღევანდელ უფლისციხის ფორმასო და არის იქ კიდევ მთელი რიგი განხილვები, რაც აუცილებელი არის, რომ მაყურებელი დააგვირდეს და გამოიძიოს, მიყვეს, გამოძიება ჩაატაროს და თვითონ მივიდეს სწორ დასკვნამდე. ნიკოლოზ ლეკიშვილი იტყუება თუ არ იტყუება. მე ჩავატარე ეს გამოძიება და
ნახე რომ ნიკოლოზ ლეკიშვილი იტყუება. ეხლა მე ამას განვიხილავ. აგერ თქვენს თვალწინ განვიხილავ ამას ბატონ ნიკოლოზ ლეკიშვილს თავის Facebook გვერდზე მივწერე კომენტარი მანაც მომწერა და მე მინდა რომ ეს კომენტარები გაჩვენოთ და თქვენი თანდასწრებით განვიხილო. მე მას ვთხოვე რომ ბიბლიდან ეჩვენებინა ის ადგილები, ის მუხლები, სადაც მისი თქმით საუბარი არის ქალაქ იერუსალემის ზომებზე და მანძილებზე. თვითონ ამბობდა იგი რომ ბიბლიაშიო არისო ჩაწერილი ქალაქ იერუსალიმის ზომები და მანძილებიო და ამაზე დაყრდნობითო მეცნიერებმაო აღადგინესო ქალაქ იერუსალემის სოლომონის დროინდელი იერუსალემის გრაფიკული გამოსახულებაო. და მე მივწერე ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად რომელმა მეცნიერებმა დაადგინეს მეთქი და ბიბლიის რომელ ადგილებზე დაყრდნობით მეთქი და ამ ადამიანმა მომწერა რომ მან არ იცოდა კონკრეტულად რომელმა მეცნიერმა დაადგინა ეს, მაგრამ მომწერა ბიბლიის ადგილები. რა თქმა უნდა ეს ბიბლიის ადგილები წავიკითხე, მაგრამ აქამდეც მქონდა წაკითხული, მაგრამ ამ ადამიანმა რომ მომწერა, აბა დავინტერესდი, აბა რას მწერს ეს ადამიანი, რატომ წერს აი ამ ადგილებს და წავიკითხე და იქ საუბარი არ არის ქალაქ იერუსალემის ზომებზე. საუბარი არ არის იქ სხვა რაღაცებზე ალაპარაკი და ერთ-ერთ ადგილას საუბარი არის თვითონ იერუსალემის ტაძრის ზომებზე და არა ქალაქ იერუსალემის ზომებზე. და აი ამ ადამიანმა ეს ადგილები ესე გაფრენილად მომწერა, ანუ ეს რატომ მომწერა, რომ ასე ადვილია ადამიანის მოტყუება, რომ ბიბლიიდან ამონარიდები მისწერო, რომლებიც არ ამყარებს შენს მოსაზრებას და იფიქრო, რომ ამით ვიღაცას მოატყუებ. აი რა მოტივი ამოძრავებს ამ ადამიანს. აი ესეც არის დასაკვირვებელი. სანამ კონკრეტულად ამას განვიხილავ, მე აგერ ეკრანის ჩამწერის მეშვეობით შევალ Facebook-ზე, გადავალ ნიკოლოზ ლეკიშვილის Facebook გვერდზე, რომელსაც აწერია ენუქი და კონკრეტულად ამ ჩვენს მიმოწერასაც გაჩვენებთ და ბიბლიაშიც გაჩვენებთ ამ ამონარიდებს. და აგერ თქვენ თვითონაც დაინახავთ რომ ეს ადამიანი იტყუება, მაგრამ მანამდე მე მინდა რომ ქალბატონ მარია მჟავანაძესაც პასუხი გავცე ამ მთელი ამ ვიდეოთი, რასაც ახლა ვწერ და მინდა რომ მისი გვერდის ერთი პოსტი წაგიკითხოთ, სადაც იგი კომენტარების დამწერებს მიმართავს და ზოგადად მისი გადაცემის მაყურებლებს. მე მინდა ეხლა ეს წაგიკითხოთ და ამ მთელი ამ ვიდეოთი მინდა რომ მასაც პასუხი გავცე, რომ იცოდეს როგორ ადამიანთან აქვს მას ურთიერთობა, რომელი ადამიანიც არის ეს ადამიანი ნიკოლოზ ლეკიშვილი, რომელიც აშკარად მატყუარ ადამიანია. მოდი ახლა ქალბატონ მარია მჟავანაძის პოსტსაც წაგაკითხებთ. სავარაუდოდ მან დაწერა ეს, იმიტომ რომ საკმაოდ ძველი ისტორია აქვს ამ მის გვერდს და ან მან დაწერა, ან ვინმე დამხმარე ყავს, ახლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ამ გადაცემის წამყვანი და ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი იყო, რომელმაც გააშუქა ნიკოლოზ ლეკიშვილის აი ეს ტყუილები, რომ თითქოს ეს არის რაღაცა თან სენსაცია, ან კიდევ ალტერნატიული მოსაზრება. მოდით ახლა ამასაც გაჩვენებთ. Facebook-ის ეს გვერდი გახლავთ ქალბატონ მარია მჟავანაძის გვერდი, რომელსაც აწერია ჩვეულებრივს მიღმა. აგერ აქ
ფოტოებზეც ქალბატონი მარია არის გამოსახული. გამომწერები აგერ 20,000 გამომწერი ყავს, 12,000 მოწონება და ზოგადად ეს ცოტა რიცხვი არ არის. ეს მასობრიობასთან არის ეს უკვე დაკავშირებული და ეხლა ჩამოვყვები. ეს ძალიან დიდი აღმოჩენაა ნამდვილად. ძალიან. და თქვენ წერალის აი ყურეთ ერთი დღის აი წინ ნახე არის კიბე ეს როგორ ადიო და ესე წვილი კიბე არის სხვა შორის ეგეც ნათქვამი არის იყო მე ანუ ტაძართან ეს კიბე რა ერთ-ერთი შესასვლელი იყო ესეც აღწერილია? კი, რა, ესეც ნათქვამია? კი. ტახტიანი დარბაზი ახლაც ამ თანამედროვეობაში ანტიკურ ნიკოლოს წმინდა წერილით ვაზი, ვენახი და ღვინო მოხსენიებულია 521 ჯერ. კი, ასია ნამდვილად და აი ამის და იმდენად მასშტაბური იყო ქალაქის ეს წყალსაწრეთი არხები და წმინდა წერილთან აი სამეცნიერო სუფთა თვალსაზრისთან ძალიან კარგად მოდის შესაბამისობაში ქალაქი უფლისციხე იერუსალიმთან აქ რეალურად სახეზე არსებული მთელი აი ამ საფორტიფიკაციო სისტემა არხების ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს უახლოვდებით და სულ დააგვირდით იმას, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურებები აქვს ამ უკვე ამოჭრილ ვიდეოებსაც კი 6,400 მოწონება. ნახვები ახლა აქ კონკრეტულად არ აჩანს, მაგრამ ბევრი ნახვა აქვს ამას. აი შეხედეთ. ეს არის ბიბლიურ ტექსტშიც ხშირად გვხვდება ფრაზა ვავდნენ იერუსალიმშიო და აი ამას 1300 მოწონება. სამსხვერპლოებზე როცა საუბარი ახლა აქ ესეც ცალკე განსახილველი ამასაც განვიხილავ. ამ სამსხვერპლოებს არავითარი კავშირი აქვს იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოსთან. ხო, აი ასე ჩამოვყვები ახლა. ჩამოვყვები, შეხედეთ. სიუჟეტებად ეს მთლიანი გადაცემა პატარ-პატარა ვიდეოებად არის დაჭრილი და აქ არის ატვირთული. საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს, ხო, ეს უკვე საქართველოში ალბათ უმრავლესობამ ადამიანთა უმრავლესობამ უყურა ამას, ამათ გადაცემას ან ამათ ვიდეოებს. აი შეხედეთ, 2000-მდე გაზიარება ეს ცოტა არ არის. საქართველოს ნაირ პატარა ქვეყანაში. აი ყურეთ. ხო, ეხლა ჩამოვალ. აი შეხედეთ. ესე იგი ეს ძველი ძველი ვიდეოებია ქალბატონი მარიასი და ეს უკვე ახალი ვიდეოები ზემოთ. აი ყურეთ, აი აქიდან. აი აქიდან. და უფრო მნახველები ემატებოდა როგორც ჩანს. კონკრეტულად როგორ ნახო ახლა ამას. სხვათა შორის დავაკვირდი, რომ წელიწადის რა დროსაც ხო აქ ნახვებს ვერ ავხედავ, მაგრამ აი ეს მაგალითად 8200 მოწონება, 850 კომენტარი, 2000 გაზიარება. ეს ძალიან დიდი რიცხვია საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნისთვის. ხო. ქალბატონ მარიას ჰქონდა პოსტი დაწერილი მსმენელებისთვის და ახლა იმ პოსტსაც ვეძებ თუ არ წაშალამანეს პოსტი ამასაც ნახავ. აქის ეს წყალსაწრეთი ასია ნამდვილად და როებაში წეწოდება უფლისციხეში ამ ერთ-ერთ დარბაზს. ხო, აღარ ჩანს ის პოსტი. ხომბერტი კიდე. აღარ ჩანს. აი, ეს არის. ხო. ესე იგი მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო. ჩემს სიუჟეტში, როდესაც ალტერნატიულ ჰიპოთეზას ვახსენებ, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო სიმართლეს ვამტკიცებ.
ალტერნატიული ჰიპოთეზა ნიშნავს სხვა ხედვას, ვარაუდს, რომელიც განსხვავდება ოფიციალური მეცნიერებისგან და რომლის განხილვაც საინტერესოა. ანუ ალტერნატიული ჰიპოთეზა ნიშნავს სხვა ახსნას, რომელიც არსებული მეცნიერული ნარატივისგან განსხვავდება, მაგრამ ეყრდნობა ფაქტებს, დამთხვევებს, ტექსტებს ან კვლევას და მოითხოვს მსჯელობას. იგივე შეიძლება სხვა თემებზეც ვთქვათ. ოფიციალური ვერსია ეგვიპტის პირამიდები ფარაონთა სამარხებია. ალტერნატიული ჰიპოთეზაა ამისიო, პირამიდების არის ის, რომ პირამიდები შეიძლება ასტრონომიული ობსერვატორიები ან ენერგეტიკული ცენტრები ყოფილიყო. ცხადია, მეცნიერებას აქვს თავისი მთავარი ნარატივი, მაგრამ არსებობენ მკვლევრები, რომლებიც წმინდა წერილებსა და ძველ ტექსტებს ახლებურად კითხულობენ და პარალელებს ავლებენ ქართულ რეალობასთან. ზუსტად ამაზე მინდა მივაწოდო ინფორმაცია ქალბატონ მარიამ ჟავანაძესაც, რომელიც ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ლეკიშვილს როგორც მკვლევარს ისე გულისხმობს, ასე ვთქვათ, რომ წმინდა წერილებსო და ძველ ტექსტებსო ახლებურად კითხულობენო და გაჩვენებთ, როგორ კითხულობს იგი. ეს ყველაფერი არ არის მტკიცებულება, ეს არის საზოგადოებისთვის გასაზიარებელი იდეა, რომ ჩვენც ერთად ვიფიქროთ და ვიკამათოთ. ჩემი მიზანია არა სენსაციის შექმნა, არამედ თქვენთან ერთად ამ თემების აღმოჩენა და განხილვა. ამიტომ, როდესაც ასეთ ჰიპოთეზებზე ვსაუბრობ, გთხოვთ აღიქვათ ეს როგორც დაფიქრებისა და დიალოგის სივრცე და არა როგორც საბოლოო დასკვნა, რადგან ეს არის ვარაუდი და კვლევის მიმართულება და არა საბოლოო მტკიცება. აქვე დავწერ, რომ გვერდზე დაწერილი ყველა შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარი დაიბლოკება. მარია აჭარელი. მე როგორც ვიცი, მისი გვარი არის მარიამ ჟავანაძე. ხო. გასაგებია ხო ეხლა რასაც წერს. ეხლა მე მინდა რომ ქალბატონ მარიამ ჟავანაძეს ვაჩვენო დამავე დროს ყველა მსმენელს ვაჩვენო ჩემი და ბატონი ნიკოლოზ ლეკიშვილის დიალოგი და ბატონი ნიკოლოზ ლეკიშვილისგან ჩემთვის მოწვდილი არგუმენტები თქვენთან ერთად ბიბლიაში წავიკითხო და განვიხილო. როგორ აშკარად იტყუება ეს ადამიანი. ეს გახლავთ უკვე ბატონი ნიკოლოზ ლეკიშვილის Facebook გვერდი, რომლის სახელიც არის ენუქი. 16,000 გამომწერი ყავს მას, ნამდვილად ეს არის და ისიც აზიარებს ქალბატონი მარიას გვერდზე ამ გადაცემის მოკლე ვიდეოებს ეყურეთ, აზიარებს და ერთობლივად ბევრი მნახველიც მოაგროვეს. შეხედეთ დღეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, რომ არ იქა ეს რაღაცა მიყურებულში ხდება და სადღაც რაღაცა ორღობებში ხდება ორ ადამიანს შორის საუბარი, ეს ასე არ არის, აგერ საქვეყნოდ ეს სიცრუე ვრცელდება. კარგით, ეხლა მე ამას აღარ ჩამოვყვები. გაჩვენებთ ეხლა ჩემი და ბატონი ნიკოლოზის მცირე დიალოგს და შეხედეთ თქვენ თვითონვე. ეხლა დავაჭერ აი ამ ზემო სურათზე, შეხედეთ. აი აგერ გამოსახულებით არის გამოსახული უფლისციხის კადრი ზემო მხრიდან გადაღებული და დაბლა არის მეორე სურათი, იერუსალემი, ასე აწერია, რომელიც ისე არის აქ დახატული, რომ მართლაც მიემსგავსება ქალაქ უფლისციხის თვითონ აი იმ ბორცვის თუ რაც არის ეს კლდის ფორმას, რაც ზემო ფოტოზეა გამოსახული. ეხლა შევალ მე კომენტარებში, შეხედეთ, კომენტარებში შევდივარ
ჩამოვალ აი ასე, ჩამოვალ და ქალბატონი ხათუნა ლაგაძე წერს. ეს იერუსალიმის რუკა საიდან არისო ამოღებულიო? ხო, საინტერესოა მართლაც, სწორი შეკითხვაა. ენუქი წერს. ესე იგი ნიკოლოზ ლეკიშვილი, ენუქის ადმინისტრატორი წერს. წმინდა წერილის ტექსტებზე დაყრდნობით მეცნიერებმა აღადგინეს გრაფიკული გამოსახულება იერუსალიმის, თუ როგორი იყო ის დავითის და სოლომონის მეფობის ჟამს. შეადარეთ უფლისციხეს. ესე იგი დავით მეფის და სოლომონ მეფის მეფობის ჟამსო, როგორიც იყოვო იერუსალიმიო, წმინდა წერილის ტექსტებზე დაყრდნობითო მეცნიერებმა აღადგინესო გრაფიკული გამოსახულებაო. ეხლა აი 5 რო წერია პასუხის, ნახვა 5 პასუხის ნახვა. ეხლა მე ვწერ მას. კონკრეტულად რომელმა მეცნიერებმა აღადგინეს ეს გამოსახულება და ბიბლიის ტექსტის კონკრეტულად რომელ ადგილებზე დაყრდნობით. ეხლა კონკრეტულად ხომ უნდა გითხრას, ახლა შეხედეთ. ესე იგი მაინტერესებს მე კონკრეტულად რომელმა მეცნიერებმა აღადგინეს ეს გამოსახულება და კონკრეტულად ბიბლიის რომელ ადგილებზე დაყრდნობით. ადმინისტრატორი წერს, ნიკოლოზ ლეკიშვილი წერს. ბიბლიით ზედმიწევნითი სიზუსტით არის აღწერილი, დააკვირდით ახლა აი ამას, ახლა რაღაცა თქვენ თვითონვე იაზროვნეთ და ნუ იქნებით რაღაცა ბრმად მინდობილები რა, დააკვირდით, რასაც წერს ეს ადამიანი, რომ ბიბლიითო ზედმიწევნითი სიზუსტით არისო აღწერილი იერუსალიმიო. ესე იგი ბიბლიით ზედმიწევნითი სიზუსტით არის აღწერილი იერუსალიმი, მთელი საქალაქო სტრუქტურაო, ზომებიო, მანძილებიო, ობიექტებს შორის დაშორებებიო და ასე შემდეგო. ამის საფუძველზეა შექმნილი ეს გრაფიკული გამოსახულება დავითის და სოლომონის დროის იერუსალიმის. უშუალოდ ვინ არის ავტორიო, არ მაქვს ცნობაო. ესე იგი, რომელმა მეცნიერებმა აღადგინესო, ამის ცნობა არ მაქვსო. მაგრამ იმას ამბობს, რომ ბიბლიითო ზედმიწევნით არისო იერუსალიმის ზომებიო აღწერილიო. მანძილებიო, რაც ტყუილია და ამას აიხლავე მალევე გაჩვენებთ. საინტერესო კი ის არის, რომ ბიბლიით აღწერილი იერუსალიმი ერთ-ერთში სრულ თანხვედრაშია დღევანდელ უფლისციხესთან. შემდეგ მარჩვენე ბიბლიაში ეგ ადგილი, რომელზეც ამბობ, რომ სოლომონის დროინდელი იერუსალიმის ზომებია აღწერილიო. შემდეგ პასუხობს. მთელი ბიბლია სწორედ ქალაქ იერუსალიმზე, ანუ უფლისციხეზეა დაწერილი. ჯერეთი მთელი ბიბლია იერუსალიმზე არ არის დაწერილი, იქ ბევრი ისტორიებია აღწერილი, ბევრი ისტორიებია ჩაწერილი და მთელი ბიბლია იერუსალიმზე ნამდვილად არ არის დაწერილი. შემდეგ, საქალაქო სტრუქტურის შესახებ ცნობები გვხვდება სხვადასხვა თავში, მეფეთა ცხოვრება, ეზრას წიგნი და სხვა. ჯერ ერთი აქვე ვიტყვი, რომ ეზრას დრო, ეპოქა ძალიან დიდი დროით არის დაშორებული მეფე სოლომონთან და დავითთან. სოლომონი და დავითი უფრო ადრე ცხოვრობდნენ, საუკუნეებით ადრე ცხოვრობდნენ და ეზრა მერე მოღვაწეობდა. საერთოდ ეს არასერიოზულია ეზრას ხსენება ამ შემთხვევაში. ეხლა შემდეგ კონკრეტული თავები მიმითითა ამ ადამიანმა, რომ ვიყურეთ საქალაქო სტრუქტურის შესახებ ცნობები გვხვდება სხვადასხვა თავში, მეფეთა ცხოვრება, ეზრას წიგნი და სხვა. ჯერ ხომ წერს იმას, რომ ეს ბიბლიითო ზედმიწევნითი სიზუსტით არისო აღწერილი იერუსალიმი, მთელი საქალაქო სტრუქტურაო, ზომებიო, მანძილებიო და ამის საფუძველზე შეიქმნა ეს გრაფიკული გამოსახულება, მაგრამ ვინ შექმნაო ეს არ ვიციო.
ეს უკვე არასერიოზულია იმ თავითვე. ეხლა კონკრეტულად რომ მივწერე მარჩვენე ბიბლიაში ეგ ადგილი, რომელზეც ამბობ, რომ სოლომონის დროინდელი იერუსალიმის ზომები აღწერილი მეთქი. შემდეგ მწერს აი ამ ადგილებს. დააკვირდით, აი თქვენ თვითონვე თუ გინდათ სკრინშოტი გადაუღეთ აი ამ მის მიერ მოწვდილ ბიბლიის ადგილებს და თქვენ თვითონვე წაიკითხეთ ბიბლიაში მართლა იერუსალიმის ზომები აღწერილი თუ იქ სხვა რაღაცეებზეა ლაპარაკი. მიდით აი თქვენ თვითონვე ეხლავე სკრინშოტი გადაუღეთ, სურათი გადაუღეთ, ცოტა ხნით გავჩერდები და შემდეგ თქვენთან ერთად ბიბლიის აპლიკაციას გავხსნი და თქვენთან ერთად ამას მე თვითონაც წავიკითხავ, ვინც მომისმენთ, თქვენთან ერთად მეც წავიკითხავ და ერთად განვიხილავთ ამას, მაგრამ მანამდე თქვენ სურათი გადაუღეთ ამას, არ დაგეზაროთ და ბიბლია აიღეთ და ბიბლიაში ეს ადგილები მოძებნეთ. ესენი არის მეფეთა მეორე წიგნი, მეხუთე თავის, მე-6 და მე-10 მუხლები. მე-6-დან მე-10 მუხლის ჩათვლით. შემდეგ მესამე მეფეთას მე-6 და მე-7 თავები. არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ. შემდეგ მესამე მეფეთას მე-9 თავის, მე-15 მუხლი. შემდეგ მეორე ნეშტთას 26 თავის, მე-9 მუხლი. შემდეგ მეორე ნეშტთას 32 თავი. შემდეგ ბოლოს ნეემიას მესამე თავი და წერს, რომ ეს თავიო ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერსო იერუსალიმსო, ანუ უფლის ციხესო. თქვენ თვითონვე არ დაგეზაროთ და ეს ადგილები თქვენ თვითონვე წაიკითხეთ, რათა გაიგოთ ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება. აქვე ვიტყვი იმას, რომ ნეემიაც ძალიან დიდი დროით არის დაშორებული სოლომონისა და დავითის დროინდელ იერუსალიმთან, საუკუნეების შემდგომ მოღვაწეობდა ნეემია, ამიტომაც ესეც ისევე როგორც ზემოთ ეზრას ხსენება არის არასერიოზული, ამავე დროს ნეემიას ხსენებაც უკვე იმთავითვე არასერიოზულია. და ამ ადამიანს რა ქონია, ვისთან აქვს საქმე, უცოდინართან აქვს საქმე ჩემი სახით, რომ აი ამ ადგილებს წერს და მე რა დებილი ვარ, უცოდინარი ვარ, ბიბლიას ვერ გადავფუცლავ და ვერ შევამოწმებ ამ ადგილებს, თუ ზოგადად ამ ადამიანს უცოდინარი ვეგონე, თუ რა ხდება, თუ ეს სხვებისთვის დაწერა, რომ ვიღაცებს ესე ჰარალეზე გადაუყარავითო არგუმენტები და არავინ გადაამოწმებს ამ ადგილებს, ამ ადამიანს ეს ქონდა აზრად? მე ეს არ ვიცი, მაგრამ მოდით ახლა თქვენი თანდასწრებით ამ ადგილებს ბიბლიიდან გადავამოწმებ, რათა აქვე დავადასტურო ის, რომ ეს ადამიანი აღშკარად იტყუება, აგერ თავად მისივე სიტყვები ამხელს ამ ადამიანს. მოდით ახლა მე დავიწყებ პირველი ადგილიდან, პირველი არგუმენტიდან, რომელიც ამ ადამიანმა მომწერა, ეს არის ბიბლიაში მოთავსებული მეფეების მეორე წიგნიდან მე-5 თავის, მე-6 მუხლიდან მე-10-ის ჩათვლით. აი ყურეთ, ეს არის მე-5 თავი, მეორე მეფეთა, მე-6-დან მე-10-ის ჩათვლით წავიკითხავ და თქვენს თვალი მიადევნეთ. აბა აქ არის თუ არა ქალაქ იერუსალიმის ზომები ჩაწერილი. გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ, ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ, ვერ შემოვაო დავითი, მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხეს სიმაგრე, ეს არის დავითის ქალაქი. თქვა იმ დღეს დავითმა:
იებუსეველებთან შებრძოლებულმა מחვილით მოსრას კოჭლი და ბრმა დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში. დადგა დავითი ციხე სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი. და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით. სულ მაღლა და მაღლა მედიოდა დავითი და უფალით საბაოდ ღმერთი იყო მასთან. ეხლა თუ ამ ადამიანმა ნიკოლოზ ლეკიშვილმა ეს ამბავი, ეს ადგილი იმიტომ მომწერა, რომ ასე ვთქვათ, არა იმიტომ რომ აქ ზომებია ჩაწერილი, არამედ იმის მისანიშნებლად, რომ დავითმა დაიპყრო ეს ქალაქიო, კი ბატონო, ამას ახლა მე არ გამოვეკიდები, აქ ნამდვილად იერუსალიმის ზომები ჩაწერილი არ არის, მაგრამ თუ იმის საჩვენებლად მომწერა, რომ ნამდვილად დავითმა დაიპყრო ეს ადგილი, კი ბატონო, პრობლემა არ არის. მოდით ახლა სხვა არგუმენტზე გადავალ. ეს არის მეფეების მესამე წიგნი, მესამე მეფეთა მეექვსე და მეშვიდე თავები. მესამე მეფეთა, გულეთ, მესამე მეფეთა მეექვსე თავი, მეექვსე და მეშვიდე თავები. მოდით ახლა წავიკითხოთ, ეს საკმაოდ ისეთი ის არის, შევეცდები რომ მალე სწრაფად წავიკითხო. მოდით ახლა გავიგოთ, აქ ქალაქ იერუსალიმის ზომებზე არის თუ არა საუბარი, ზომებზე, მანძილებზე და შეიძლება თუ არა ამ ტექსტზე დაყრდნობით ვინმე მაღადგინოს ქალაქ იერუსალიმის გრაფიკული გამოსახულება. დავიწყებ. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის 414 წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას. დააკვირდით, აქ არის საუბარი უფლის სახლის, უფლის ტაძრის შენებაზე და არა თვითონ ქალაქ იერუსალიმის ზომებზე აქ საუბარი არ არის. სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით 60 წხრთა იყო და სიგანით 20 წხრთა, სიმაღლით 30 წხრთა. სტუა ტაძრის წინ სიგრძით 20 წხრთა იყო ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანი 10 წხრთა სახლის წინ. გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა. მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ. მიუშენა ქვედა სართული 5 წხრთა იყო სიგანით, შუა 6 წხრთა სიგანით, ხოლო მესამე 7 წხრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰგარებოდა. როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა, არც ჩაქუჩის, არც კვერის, არც რომელიმე რკინის იარაღის ხმა გაღებულა სახლში მისი შენებისას. შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულზე და შუა სართულიდან მესამეზე. როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი. სართულები მიუშენა მთელ სახლს, თითო 5 წხრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს. გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა. აჰა, მიშენებ ამ სახლს, მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანებს, მაშინ შეგიცვლებს სიტყვას, რომელიც დავითს მამაშენს უთხარი. დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ მეთქი ჩემს ერს ისრაელს მეთქი. როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა, კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე. ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო. სახლის კიდეებიდან 20 წხრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმინდათა წმინდისთვის. 40 წხრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი. კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული. ყველაფერი
კედრისგან იყო, ყველაფერი კედრისგან იყო, ქვა არ ჩანდა. შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა. დაბირის სიგრძე 20 წრთა იყო, სიგანეც 20 წრთა, სიმაღლეც 20 წრთა. წმინდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო. დაფერა შიგნიდან სახლი წმინდა ოქროთი სოლომონმა. გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა. მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა. გააკეთა დაბირში 2 ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე 10 წრთა იყო, ერთი ფრთა 5 წრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც 5 წრთა, 10 წრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე. 10 წრთა იყო მეორე ქერუბიმიც, ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა. ერთი ქერუბიმის სიმაღლე 10 წრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში, გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს. ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს წვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა მეორე კედელს, ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ. ოქროთი დაფერა ქერუბიმები. სახლის მთელ კედლებზე ირგვლივ შიგნიდან და გარედან ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა. სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა შიგნიდანაც და გარედანაც. დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წრთილები კედლის სიმაღლის მეხუთედი იყო. ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც. ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთხკუთხა წირთხლები და კვიპაროსის ხის 2 კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა. ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები. მოაწყო შიდა ეზო 3 წყება თლილი ქვისაგან და 1 წყება კედარის ძელებისგან. მეოთხე წელს ზივის თვეში ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს. მე-11 წელს ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. 7 წელიწადს აშენებდა სახლს. როგორც წავიკითხე, აქ საუბარი არის იერუსალემის ტაძრის აშენებაზე და იერუსალემის ტაძრის ზომებზე. ასევე შიდა სივრცეში განთავსებული ნივთების ზომებზე. აქ საუბარი არ არის ქალაქ იერუსალემის ზომებზე და მანძილებზე. აქ არის ქალაქი იერუსალემში ერთი კონკრეტული შენობის ტაძრის ზომებზეა ლაპარაკი. და გასაგებია აქ, რომ ნიკოლოზ ლეკიშვილი იმთავითვე იტყუებოდა, როცა ამას წერდა, როგორც არგუმენტად იმისა, რომ აქო თითქოს ქალაქ იერუსალემის ზომებია ჩაწერილიო. აქ არის ჩაწერილი არა ქალაქ იერუსალემის ზომები, არამედ იერუსალემის ტაძრის ერთი კონკრეტული შენობის ზომები. ეხლა აქვე მინდა ვთქვა, რომ აქ იერუსალემის ტაძარი არავის ეგონოს, რომ თითქოს ვინაიდან ბიბლიაში იერუსალემის ტაძარი არის მოხსენებული, თითქოს ამას პირდაპირი კავშირი ჰქონდეს საქართველოში დღევანდელობაში აშენებულ ტაძრებთან. ვინაიდან იერუსალემის ტაძარი თვითონ ღვთის გეგმითა და მითითებით იყო აშენებული და იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში იყო ერთადერთი და განუმეორებელი ტაძარი იმ თვალსაზრისით, რომ არავის ჰქონდა უფლება სხვაგან აეშენებინა მეორე ან მესამე და ზოგადად სხვაგან არავის ჰქონდა უფლება ტაძარი აეშენებინა. მხოლოდ იერუსალემში უნდა ყოფილიყო ღვთის ტაძარი. ამრიგად, საქართველოში რომ მრავალი ტაძარია აშენებული და დღესაც საპატრიარქოს ორგანიზაცია რომ სხვადასხვა ტაძრებს აშენებს სხვადასხვა ფინანსური
წყაროებიდან რო იღებს შემოსავალს და აი ასე აშენებს, ეს იქნება პირადი, ასე ვთქვათ, სახსრები, ესა თუ ის ადამიანები, რომლებიც ცოტ-ცოტა ფულს გადაურიცხავენ ამა თუ იმ ტაძრის ასაშენებლად, თუ ეს იქნება მსხვილი ბიზნესმენების მხრიდან, მსხვილი თანხების მიცემა ტაძრების ასაშენებლად, უნდა იცოდეთ ის, რომ ესენი ღმერთის მოსაწონად და ღმერთის მითითებით არ არიან აშენებულნი და დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომ სხვადასხვა ტაძრებს აშენებს, ეს ღმერთის მითითებით არ არის აშენებული. პირიქით, საღვთო წერილში მინიმუმ 3 ადგილას ძალიან მკაფიოდ არის ჩაწერილი ის, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. ხოლო ეს იერუსალემის ტაძარი იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მნიშვნელობა, თავისი კონკრეტული ფუნქცია და დატვირთვა. იგი მიანიშნებდა იმაზე, რომ მომავალში ღმერთი უნდა განკაცებულიყო, ესე იგი ღმერთი სხეულში უნდა მოსულიყო, როგორც ტაძარში და აქ იერუსალემის ტაძარი რო აშენდა, თავად ღმერთის დიდება მაავსო ეს ტაძარი ხილული ფორმით ღრუბელმა აავსო ტაძარი, ამაზე არის აქ ლაპარაკი ბიბლიაში. ხოლო საქართველოში რომ ტაძრები შენდება, აქ მსგავსი სასწაული არ ხდება და აქ ღმერთის თანდასწრება არ არის. მოკლედ, თვითონ უფალმა იესომაც ეს მინიშნებასავით თქვა, რომ დაანგრიეთო ეს ტაძარიო და მე 3 დღეში აღვადგენ მაასო. და იგი გულისხმობდა არა იერუსალემის ტაძარს, არამედ თავისი სხეულის ტაძარს, რომ თავის სხეულში დამკვიდრებული იყო ნამდვილად ღმერთი და იესოს სხეული იყო თვითონ მისივე ტაძარი, ღვთის ტაძარი. ესე იგი ღმერთი შეიმოსა სხეულით, განკაცდა. და ამისი წინასახე იყო და უფალმა იესომ ეს თვითონვე მინიშნება, თვითონვე დაგვიტოვა, რომ დაანგრიეთო ეს ტაძარიო და 3 დღეში აღვადგენ მე მასო და იგი საუბრობდა თავისი სხეულის ტაძარზე და როცა მან ჩვენი ცოდვები თავის თავზე იტვირთა და მოკვდა ამისათვის ჩვენ და სახსნელად მესამე დღეს მართლაც იგი აღდგა მკვდრეთით და თავისი ნათქვამი, თავისი საქმითაც დაამტკიცა. და ბიბლიაში მინიმუმ 3 ადგილას არის მოცემული ძალიან მკაფიო ინფორმაცია, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანთა ხელით აშენებულ ტაძრებში და არც იწონებს მათ. და თქვენ თვითონვე ეს ადგილებიც ბარემ ეხლავე გადაამოწმეთ. ეს ადგილები არის ბიბლიაში ესაია წინასწარმეტყველის 66 თავი და ასევე ბიბლიაში საქმეების წიგნის მე-7 და მე-17 თავები, რომლებშიც მე-7 თავში მოცემული არის ქრისტიანი კაცის სახელად სტეფანეს ქადაგება ებრაელებისადმი, ხოლო მე-17 თავში არის ქრისტეს მოციქულის პავლეს ქადაგება ათენელებისადმი, ათენში შეკრებილი მოსახლეობისადმი და ასევე იქ მყოფი უცხოელებისადმი. ზუსტად აიქ პავლე მოციქულმა ათენელებს, ათენის მოსახლეობას უქადაგა, რომ ღმერთი სამყაროს შემომქმედი უფალი ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. კარგით, ახლა მე ამას გავაგრძელებ. ხო, კიდევ ერთი რაც მინდოდა მეთქვა არის ის, რომ ბიბლიაში, ბიბლიის თანახმად უფალმა იესომ გააუქმა ძველი აღთქმის დროს დადგენილი სამღვდელო სარიტუალო სისტემა და სატაძრო მსახურებაც იერუსალემის ტაძარში რომ მიმდინარეობდა და თვითონ უფალი იესო გახდა მღვდელი. და უკვე ახალ აღთქმაში უფალმა იესომ დაადგინა თავისი სახარება, თავისი ეს მის მიერ მოტანილი სასიხარულო ამბავი
რომლის თანახმადაც იესო ქრისტემ გამოგვისყიდა ცოდვისგან, რომ იგი მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, დაკრძალული იქნა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და იგი ცხადად გამოეცხადა თავის უახლოეს მოწაფეებს და უბრძანა მათ, რომ წასულიყვნენ და ყველა ადამიანისთვის ეკადაგათ, რომ ყველა ადამიანისთვის ეკადაგათ იესო ქრისტეს სწავლება, იესო ქრისტეს სახარება, სასიხარულო ინფორმაცია აი ამ ცოდვისგან გამოსყიდვაზე, უფალ იესოზე, ვინ არის იგი, რას გვასწავლის იგი, რა გააკეთა და ვინც იესო ქრისტეს სწავლებას ირწმუნებს, აი ამ რწმენით ხდება მისი გაქრისტიანება და მისი მონათვლა სულიწმინდით. ესე იგი, უფალ იესოს ახალ აღთქმაში არ დაუწესებია ტაძრების მშენებლობა, არ დაუდგენია მღვდლები, არ დაუდგენია უფალ იესოს სარიტუალო მღვდლები და აქვე მინდა ვთქვა ის, რომ მოციქულთაგან ხელდასხმული ეპისკოპოსები, იგივე ხუცესები იყვნენ ზედამხედველები და ასევე მოციქულთაგან ხელდასხმული დიაკვნებიც იყვნენ ჩვეულებრივი მსახურები ქრისტიანული გაერთიანებებისა, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა სოციალური ფუნქცია და ასევე ეპისკოპოსებს, იგივე ზედამხედველებს ჰქონდათ ქრისტეს მოციქულთაგან გადმოცემული საღის სწავლების გავრცელება და ცრუ სწავლებების მხილება. ესე იგი, ისინი არ იყვნენ მღვდლები, სარიტუალო მღვდლები, ისინი არც ტაძრებს აშენებდნენ, არც საკმეველს აკმევდნენ, არც მირონს მოიხმარდნენ და ეს მირონი და საკმეველი ძველ აღთქმაში იყო დადგენილი მხოლოდ აარონიანი მღვდლებისთვის, ახალ აღთქმაში კი უფალმა იესომ გააუქმა მირონიც, საკმეველიც და ის სარიტუალო მღვდლობაც, ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაცია იმთავითვე არ უჯერებს, იმთავითვე არ მიყვება უფლის იესო ქრისტეს სწავლებას, რომელიც დღეს უკვე თავად ქრისტეს ბრძანებით ბიბლიაში არის ჩაწერილი და აი ასე მოვიდა ჩვენამდე ინფორმაცია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. კარგით, ახლა ხო ეს მინდოდა ჩანართი გამეკეთებინა, რომ კითხვის პროცესში უფრო მეტად ამოქმედდნენ ის ადამიანები, აი ვისაც ამაზე ინფორმაცია არ ჰქონია და უფრო ხარბად დაეწაფონ ბიბლიას, ისწავლონ და არ ჰქონდეთ ასეთი რაღაცა ჭორების დონეზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციების ცრუ ინფორმაციები არ ჰქონდეთ მათ და ცრუ ინფორმაციების იმედი არ ჰქონდეთ მათ. კარგით, ახლა მე გავაგრძელებ აქ ეს ჩანართი უნდა გამიკეთებინა. ესე იგი, ბატონი ნიკოლოზ ლეკიშვილი ახსენებს მეშვიდე თავსაც. ეს მეექვსე თავი უკვე წავიკითხე, სადაც საუბარი არის არა ქალაქ იერუსალემის ზომებზე და მანძილებზე, არამედ საუბარი არის იერუსალემის ტაძარზე, უფლის სახლზე. გადავალ ახლა მეშვიდე თავზე. აქ უკვე მეშვიდე თავში უკვე საუბარი არის სოლომონის სახლზე. ესე იგი, სოლომონმა უფლის ტაძარიც ააშენა და ასევე აიშენა თავისთვისაც სახლი. 13 წელიწადს აშენებდა სოლომონი თავის სახლს და გაასრულა მთელი თავისი სახლი. ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი, სიგრძით 100 წყრთა, სიგანით 50 წყრთა, სიმაღლით 30 წყრთა, 4 რიგ კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე. კედარით იყო გადახურული ოთახები 45 სვეტზე შედგმული, 15 სვეტი თითო რიგში. 3 სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები. სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ სამწყებად, ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისაგან იყო 3 სართულად. სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ იყო სამწყებად.
სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა სიგრძეში 50 წხრთა იყო, სიგანეში 30 წხრთა. მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით. ტახტის დარბაზი, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო დარბაზი გააკეთა და კედარით დაფარა იატაკიდან ჭერამდე. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში დარბაზის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ დარბაზის მსგავსი სახლი აუშენა. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული. როგორც შიგნით, ისე გარეთ, საფუძვლიდან თავხემდე და გარეთ დიდ ეზომდე. საფუძვლად დადებული იყო ძვირფასი ქვები, დიდრონი ქვები, 10 წხრთიანი და 8 წხრთიანი ქვები. ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და კედარი. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ 3 წყება თლილი ქვით და 1 წყება კედარის ძელებით. ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი. გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და დააბარა ტვიროსიდან ხირამი, რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ტვიროსელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა. გამოსახა სპილენძის 2 სვეტი, 1 სვეტის სიმაღლე 18 წხრთა იყო, 12 წხრთა ძაფი წვდებოდა გარშემო მეორე სვეტს. 2 ბუღაური ჩამოასხა სპილენძისაგან სვეტების თავზე დასადგმელად. 1 ბუღაურის სიმაღლე 5 წხრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც 5 წხრთა იყო. გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწვისებრი ჯინჯილები. 7 ერთ ბუღაურს, 7-იც მეორე ბუღაურს. გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს 2 წყებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახით იყო 4 წხრთა. 2 სვეტს შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა 200 ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო. აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში, აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი, აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი. სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. დასრულდა სვეტების სამუშაო. ჩამოასხა სპილენძის ზღვა სრულად მრგვალი, კიდიდან კიდემდე 10 წხრთა იყო, სიმაღლე 5 წხრთა. სიმაღლე 5 წხრთა ჰქონდა, 30 წხრთა ძაფი წვდებოდა ირგვლივ. ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული, კიდეზე ქვემოდან, ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან. 10 თითო წხრთაზე და 2 წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული. 12 ხარზე იყო შედგმული, 3 ჩრდილოეთით იყურებოდა, 3 დასავლეთით იყურებოდა, 3 სამხრეთით იყურებოდა და 3 აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეული. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა. მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს გავდა. 2000 ბათს იტევდა. გააკეთა 10 სპილენძის კვარცხლბეკი, თითოეული კვარცხლბეკის სიმაღლე 4 წხრთა იყო, სიგანე 4 წხრთა, სიმაღლე 3 წხრთა. ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი. დაფები ჰქონდა მათ ჩარჩოში ჩასმული. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული. ასევე ჩარჩოებზე ლომებისა და ხარების ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები, 4 სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის 4-სავე კუთხეზე იყო შვერილები, საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე ყვავილწნულები. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე 1 წხრთა იყო.
ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე. წყრთა ნახევარი. ჭრილზე ჩუქურთმები იყო, მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი. 4 ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლებს ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული. თითო ბორბლის სიმაღლე 1.5 წყრთა. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული. ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძის იყო. 4 შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს. კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული. კვარცხლბეკის თავზე იყო წრე, ნახევარი წყრთა სიმაღლისა. კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისაგან იყო. ამოკვეთა სახელურების დაფებზე და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ კი ყვავილწნულები. ამგვარი გააკეთა 10 კვარცხლბეკი, ყველა ერთნაირად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდათ ერთი სახე. გააკეთა სპილენძის 10 საბანელი, 40 ბათს იტევდა თითოეული საბანელი. 4 წყრთა იყო თითოეული საბანელი. თითოეული საბანელი იმ 10-დან ერთ-ერთ კვარცხლბეკზე იდგა. 5 კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, 5 სახლის მარცხენა ფრთაზე, ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა. სამხრეთ-აღმოსავლეთით. გააკეთა ხირამმა საბანელები, აქანდაზები და სასხურებლები. მოათავსა ხირამმა ყველა სამუშაო, რაც უნდა შეესრულებინა მას მეფე სოლომონთან უფლის სახლისათვის. 2 სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი 2 ბალიში თურთ, 2 ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების დასაფარავად. 400 ბროწეული 2 ცხაურისთვის, ბროწეულების 2 რიგი თითოეულ ცხაურ სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების ბალიშების დასაფარავად. 10 კვარცხლბეკი, 10 საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი, 1 ზღვა და 12 ხარი ზღვის ქვეშ. ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ყველა ეს ჭურჭელი, რომელიც ხირამმა გაუგეთა მეფე სოლომონს უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისაგან იყო. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოტსა და ცართანს შორის. დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავის ადგილზე, დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა. გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის სახლისთვის იყო დაწესებული, ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საკურთხი პური ლაგდებოდა, ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები, სალამპრეები, 5 მარჯვენა მხარეს, 5-იც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებითა და ოქროს მაშებითურთ. ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საწტეები, საცეცხლურები და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმინდათა წმინდაში შესასვლელი პირებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარისთვის, მოთავდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა მამამისის დავითის შემოწირულობა, ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში. აი ამით დამთავრდა, ვინც ბოლომდე წამომყევით, აგერ თქვენ შესანიშნავად დაინახავდით, რომ არც აქ არის ქალაქ იერუსალემის ზომებზე ლაპარაკი, აქ საუბარი არის სულ სხვა რაღაცაზე. აქ დასაწყისიდან იწყება, რომ მეფე სოლომონმა თავისი საკუთარი სახლიც რო ააშენა და რა ზომისა იყო და მერე დანარჩენი რაც წავიკითხე, აგერ თქვენც მომდევდით. და აქ საუბარი არ არის იმაზე, თვითონ ქალაქი იერუსალემი რა ზომისა იყო, თვითონ შიდა ზომები და ობიექტებს შორის მანძილები, აქ საუბარი ამაზე არ არის. შევეცდები, რომ ეხლა მალე ჩავამთავრო ეს არგუმენტების განხილვა. შემდეგი არის მეფეების მესამე წიგნის მე-9 თავის მე-15 მუხლი.
მეცხრე თავის მე-15 მუხლი. აი უყურეთ, მესამე მეფე და მეცხრე თავის მე-15 მუხლი. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის მილოს იერუსალიმის კედლის ხაცორის მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. რა შუაშია ეხლა ეს იერუსალემის თვითონ ამ ქალაქის ზომებთან და ამ ქალაქში ზოგადად სხვადასხვა ობიექტებს შორის მანძილებთან აქ მსგავს რამეზე არ არის ლაპარაკი. არამედ ეს არის ბეგარა რაღაცა გადასახადი. ეს არისო და აქ ამას თავისი ისა აქვს, რა ქვია, გაუგზავნა חיრამმა მეფეს 120 ქანქარი ოქროვო და ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა გადასახადი უფლის სახლისა და თავისი სახლის ასევე მილოს იერუსალიმის კედლის ხაცორის მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. საერთოდ სხვა რაღაცაზეა აქ ლაპარაკი. ახლა ამაზე დიდხანს არ გავჩერდებით, თქვენ თვითონვე ხედავთ, რომ აქ ქალაქ იერუსალიმის ზომებზე ლაპარაკი არ არის. აქ იერუსალიმის კედლის ასაშენებლადო დაწესებულ ბეგარაზეა ლაპარაკი. საერთოდ რა შუაშია ეს ზომებთან. შემდეგი არის მეორე ნეშტთა 26-ის მე-9 მუხლი. 26-ის მე-9 მუხლი მეორე ნეშტთა 26 თავის მე-9 მუხლი. ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმში კოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრა. ააგო კოშკები უდაბნოშიც და ასე შემდეგ. აქ საერთოდ ამ მუხლში ზომაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მით უმეტეს ქალაქი იერუსალიმის ზომებზე ლაპარაკი არ არის. აქ არის საუბარი მეფე ყუზიაზე, ყუზიაჰუმ იერუსალიმში კოშკები ააშენაო, ააგო კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში და გაამაგრაო. სად არის აქ ზომებზე ლაპარაკი, მანძილებზე ლაპარაკი არ არის. ხო. შემდეგი. მეორე ნეშტთას 32 თავი. მოდით აბა ესეც. მეორე ნეშტთა 32 თავი. ხო, ეს მე წაკითხული მაქვს და აქაც არ არის ზომებზე ლაპარაკი, იერუსალიმის ზომებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც თქვენთან ერთად კიდევ წავიკითხავ. ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე ქალაქებს. მათ გატეხას ფიქრობდა. როცა დაინახა იეხისკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებდა, გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო და ისინიც მიეხმარნენ. შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს, რატომ უნდა ნახოს აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი? მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა, გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს მეფე ხისკია, აი უყურეთ, იეხისკიაჰუ, ეს არის იგივე მეფე ხისკია, რომელიც სოლომონისა და დავითის შემდგომ დიდი ხნის შემდეგ მოღვაწეობდა. ანუ აქაც ხისკიას კავშირი არ აქვს მეფე სოლომონის დროინდელ იერუსალიმთან, ასე რომ ეს იმთავითვე არასერიოზული იყო, როცა ამ ადამიანმა ეს ადგილი მომწერა. ჯერ ერთი ისინიც არ იყო სერიოზულები, საერთოდ სხვა რაღაცები მომწერა და მით უმეტეს ეს, მაგრამ მაინც გავაგრძელებ და მაინც წავიკითხავ. ხო. მოიცა ძალი, ესე იგი მეფე იეხისკიაჰუმ
მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი. აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს. შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა. გამტკიცდით და გაძლიერდით, ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან ვიდრე მასთან. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეციოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში. გამხნევდა ხალხი იეხისკიაჰუს იუდას მეფის სიტყვებზე. ამის შემდეგ სანხერიბმა აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრით ურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მორჩილნი იერუსალიმში იეხისკიაჰუს იუდას მეფეს და მთელ იუდას იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ: ასე ამბობს სანხერიბი აშურის მეფე, რისი იმედი გაქვს იერუსალიმის ციხესიმაგრეში რომ ჩამსხდარ ხართ? რისი იმედი გაქვთო? განა იეხისკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ უფალი ჩვენი ღმერთი გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან? განა მაგ იეხისკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს ერთ სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი? განა არ იცით, რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამაპაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები? რომელი იყო ჩემი მამაპაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან? ახლა არ მოგატყუოთ იეხისკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად, არ დაუჯეროთ მას, რაგი ვერც ერთი ხალხის და სამეფოს ვერც ერთი ხალხის და სამეფოს რომელიმე ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამაპაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი გიხსნით ჩემი ხელიდან. კიდევ ელაპარაკნენ მისი მორჩილნი უფლის მათი ღმერთის წინააღმდეგ და მისი მორჩილის იეხისკიაჰუს წინააღმდეგ. უფლის ისრაელის ღმერთის სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხისკიაჰუს ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან. ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ და აეღოთ ქალაქი. ასე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე. ილოცეს მეფე იეხისკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეღაღადეს. მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა מחვილით განგმირეს იგი. იხსნა უფალმა იეხისკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის სანხერიბის და ყველას ხელიდან და დაიფარა ყოველი მხრივ. მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეულის საჩუქრები იეხისკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხის თვალში. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხისკიაჰუ და შეევედრა უფალს, ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი. არ მიაგო იეხისკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე. მოდრკა იეხისკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხისკიაჰუს დღეებში. დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხისკიაჰუს, საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი კვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის. ბეღლები მიწის
ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის და ფარეხები ცხრის ფარისთვის. აიშენა თავისთვის ქალაქებიც, ცხვარწრუხის ჯოგები მრავლად ყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა. მანვე იეხისკიაჰომ გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხისკიაჰოს ყველა თავის საქმეში, მხოლოდ ბაბილონის მთავართა ელჩობის დროს, რომელიც გამოგზავნეს მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულის ნადები. იეხისკიაჰოს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას ამოცის ძის ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. განისვენა იეხისკიაჰომ თავის მამა პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების ზემოთ. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ. მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა მის ნაცვლად მისი ძე მენაშე გამეფდა. დამთავრდა ამით. როგორც დაინახეთ, აქ საუბარი არ არის ქალაქ იერუსალიმის ზომებზე და მანძილებზე იერუსალიმში სხვადასხვა შენობებს შორის. შემდეგ ნეემიას მესამე თავი. ესეც მოდით ბარემ ამასაც წავიკითხავ. აქ საუბარი არ არის ქალაქ იერუსალიმის ზომებზე და მით უმეტეს სოლომონის დროინდელ ამბავს არ აღწერს ეს თავი. ეს პიროვნება ნეემიამ მოღვაწეობდა სოლომონ მეფის შემდეგ, საუკუნეების შემდეგ. სოლომონი მოღვაწეობდა დიდი ხნით ადრე და სოლომონის მერე გავიდა მრავალი საუკუნე, მრავალი წელიწადი, როდესაც ბაბილონის ჯარებმა გაანადგურეს ქალაქი იერუსალიმი, გაანადგურეს ტაძარი 70 წლით ღმერთმა ებრაელები ბაბილონელების ხელით გადაასახლა ბაბილონში, ხოლო 70 წლის შემდეგ ღმერთმა ისინი კვლავ დააბრუნა იერუსალიმში და ამის შემდეგ, ასე იგი, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ რა მოვლენები მოხდა იერუსალიმში, ეს ამბები არის ჩაწერილი ნეემიასთან. ნეემიასთან ზუსტად ეს ამბები აიღურეთ. აქ ეზრა და ნეემია ახლო დროში მოღვაწეობდნენ და ეს ნეემიაც აი მაგ დროს მოღვაწეობდა, როცა სპარსეთის მეფემ კიროსმა გამოსცა ბრძანება იუდაელების დაბრუნებისა იუდეაში და იერუსალიმში, რომ ცათა ღმერთისთვის აეშენებინათ ტაძარი. და აქ არის უკვე შენებლობის ამბებია ჩაწერილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ საუბარი არ არის ქალაქ იერუსალიმის იმ დროინდელ იერუსალიმზე, ესე იგი, როცა სოლომონი მოღვაწეობდა. სოლომონი საუკუნეებით ადრე მოღვაწეობდა ვიდრე ნეემია, მაგრამ მოდით ამას თქვენი თანდასწრებით წავიკითხოთ და ეს არის ბოლო არგუმენტი, რაც ნიკოლოზ ლეკიშვილმა მომწერა. თან დააგვირდით, რას მწერს ნეემიას მესამე თავზე, რომ ეს თავიო ზედმიწევნით სიზუსტით აღწერს იერუსალიმს, ანუ უფლის ციხესო, რაც ძალიან დიდი ტყუილია, ზედმიწევნით სიზუსტით ნამდვილად არ აღწერს თუნდაც ნეემიას დროინდელ იერუსალიმს და მით უმეტეს სოლომონის დროსთან ძალიან დიდი ხნით არის დაშორებული ნეემიას დრო. ადგნენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები, მღვდლები დაცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარიბი და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე. მის გვერდით ერთ მხარეს
იერიხონელები აშენებდნენ, მეორე მხარეს ზაქურ იმრის ძე აშენებდა. თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ. გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს და ბოქლო მურდული გაუკეთეს. მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი ძე ურიასი ძისა ჰაკოცისა. მის გვერდით ამაგრებდა მეშულამი ძე ბერექიასი ძისა მეშეზაბელისა. მის გვერდით ამაგრებდა ცადოკ ბაყანას ძე. მის გვერდით თეკვაყელნი ამაგრებდნენ. მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ. ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ. მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლო მურდული გაუკეთეს. მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი გიბყონისა და მიცბას მკვიდრები ამაგრებდნენ მდინარის გაღმელი მთავრის ტახტამდე. მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ბარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე. მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი. მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე. მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად მოაბის ძე. მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი. მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად. ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანუახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლო მურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს 1000 წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე. თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ ჰაქერემის ოლქის მთავარი. მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლო მურდული გაუკეთა. წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ ხოზეას ძე, მიცბას ოლქის მთავარი. ააშენა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლო მურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე. მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გვირთა სახლამდე. მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები. რეჰუმბანის ძე, მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი. მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები. ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი, მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცბას მთავარი. ამაგრებდა მეორე მხარეს საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ კუთხესთან. მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარის ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე. მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდა მერემოთი ძე ურიასი, ჰაკოცის ძისა, ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე. მის იქით იერუსალიმის სანახებში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ. მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავის სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაღასეიას ძე, ყანანიას ძე. მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე, ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს,
რომელიც მეფის ზემოთ სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა. შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე. მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკვაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე. ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ თითოეული თავისი სახლის წინ. მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი. მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე. მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე. ნეთენელთა და ვაჭართა სახლამდე ჰამიფკადის მოპირდაპირე მხარეს და კუთხის ოთახამდე. კუთხის ოთახსა და ცხრის კარიბჭეს შორის ამაგრებდნენ ოქრომჭედლები და ვაჭრები. როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა. ნეემია წერს, რომ როცა სინბალატმა შეიტყო, ეს იყო მტერი იყო ებრაელებისა, როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები. თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა. ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუ თუ ამის უფლებას მისცემენ, ნუ თუ მსხვერპლს შესწირავენ, ნუ თუ ოდესმე მოამთავრებენ, ნუ თუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბურგული ფერფლის გროვებიდან. ტობია ყამონელმა მის გვერდით რომ იყო მიუგო. როგორც არ უნდა აშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს. ისმინე ღმერთო, ეხლა ნეემია წერს აიმათზე. ისმინე ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვევობის ქვეყანაში. ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე, რადგან მათ მშენებლები გაანაწყენეს. ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ. აი აქ დამთავრდა ეს თავი. როგორც მთლიანობაში დავინახეთ ნიკოლოზ ლეკიშვილისგან, ენუქის ადმინისტრატორისგან მოწვდილი ეს არგუმენტები არ შესაბამება სიმართლეს და იმთავითვე ტყუილად მომწერა ამ ადამიანმა ეს ადგილები და ეხლა მე ეს ჩანაწერი გავაკეთე არა იმიტომ რომ ეხლა დრო დავკარგე ამის წაკითხვაში და გაანალიზებაში, არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ აბსურდული მაგალითები იყო და იერუსალიმის ზომებთან კავშირში არ იყო, მაინც გავაკეთე ამაზე ვიდეო ჩანაწერი, რომ ესეთი ზედაპირულად მსმენელი ადამიანები, რომლებიც თვითონ არ ამოწმებენ ბიბლიიდან ამ ინფორმაციას, გადაამოწმონ და არენდონ ენუქის ამ Facebook გვერდ ენუქის ადმინისტრატორს ნიკოლოზ ლეკიშვილს და არც ქალბატონი მარია მჟავანაძის მიერ მომზადებულ აი ამ გადაცემას, აი ამ სიუჟეტებს, აი ამ ვიდეოებს, რაც ვრცელდება მის Facebook გვერდზე და სხვათა შორის ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ ეს ვიდეო გავაკეთე ქალბატონი მარია მჟავანაძისთვისაც, მისთვისაც, რომ აი აგერ გამოყოს დრო, მოусმინოს ამ ჩემს ჩანაწერსაც და თვითონვე დარწმუნდეს იმაში, რომ ბატონი ნიკოლოზ ლეკიშვილი იტყუება და ის იმთავითვე არასერიოზულად იქცევა და მისი საუბარი იმთავითვე არასერიოზულია და რაც არ უნდა ვინმესთვის სენსაციურად ჟღერდეს ან რაღაც ალტერნატიულად ეჩვენებოდეს მისი ეს ტყუილები, თუნდაც ასე დამაჯერებლად რომ ლაპარაკობს, თუნდაც აი ისეთ
ფორმატში, რომ თითქოს მას ეს სჯერა და უნდა რომ აი თვითონაც ისე ილაპარაკოს, რომ სჯერა და აი ასე მოგვაჩვენოს თავი. მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩვენ უკვე ბიბლიასთან მივდივართ და გადავფურცლავთ, აი აქ ვხედავთ, რომ ნიკოლოზ ლეკიშვილი აშკარად იტყუება. ახლა მე მინდა გაჩვენოთ აი ამ სიუჟეტიდან ერთი მონარიდი, რომელიც განათავსეს აი ამ Facebook გვერდზე ჩვეულებრივს მიღმა და თქვენი თანდასწრებით კიდევ ერთ სიცრუეში ვამხილო ეს ადამიანი პირდაპირ ბიბლიის მეშვეობით და მოდით ახლა მე ამას ქალაქში შემოსვლისთანავე ხელმარცხნივ დავითის ქალაქი და ხელმარჯვნივ უკვე ხედავთ სამსხვერპლოებს. სამსხვერპლოების ამბავი კიდე ძალიან საინტერესო არის იმით, რომ მოსეს ჯულის კანონების მიხედვით დადგენილი იყო, რომ მხოლოდ ერთადერთი ადგილი აღთქმულ ქვეყანაში, ნამდვილ ბიბლიურ ისრაელში, მხოლოდ იმ ერთადერთ ადგილას შეიძლებოდა მსხვერპლსაწივის განხორციელება, რომელ ადგილსაც თავად უფალი ღმერთი თავისი სახელით გამოარჩევდა და ამიტომაც ხედავთ მხოლოდ უფლის ციხეში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთ სამსხვერპლოებს და ამიტომაც არ არის სხვაგან. აი წარმოიდგინეთ, მარია ერთ დღეს მხოლოდ მეფე სოლომონმა აი ამ ქალაქში 22,000 ხარი და 120,000 ცხვარი შესწირა უფალ ღმერთს მოსეს ჯულის კანონის მიხედვით. ან აი ასეთი სამსხვერპლოები ნული არც ერთი დღევანდელ თანამედროვე იერუსალიმში არქეოლოგიურად გამოვლენილი არ არის, რაც ასევე კარგად აჩვენებს და მკაფიოდ წარმოაჩენს იმას, თუ რომელია ნამდვილი იერუსალიმი. ხო, გასაგებია ესე იგი კონკრეტულად ამ ადგილას რას ამბობს ნიკოლოზ ლეკიშვილი. ამბობს იგი, რომ ეს ქვის ეს ამოხრუტნული ადგილები რო არის, უყურეთ, ორმოები, ესენი არისო სამსხვერპლოებიო. და ზუსტად ამაზე ლაპარაკობს იგი, რომ მხოლოდ აი უყურეთ მეფე სოლომონმა შეწირვა როცა განახორციელა კონკრეტულად აი ეს ადგილი, სადაც არის ბიბლიაში მოთავსებული, მინდა რომ წაგიკითხოთ. სინამდვილეში იერუსალიმის ტაძარში, ეზოში, სადაც დადგმული იყო სამსხვერპლო, ის იყო სპილენძის სამსხვერპლო და არა ქვის, აი ასეთი სამსხვერპლო არ იყო, ახლა აქ რო აჩვენებენ ესეთი ორმო და რაღაცა ესეთი ქვის ორმო არ იყო, ის იყო სპილენძის სამსხვერპლო. სადაც მეფე სოლომონმა აი ამას გაჩვენებთ მსხვერპლ შეწირვა რომ განახორციელა. სინამდვილეში ის იყო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც შემდგომ უკვე აგერ ბაბილონელებმა რო დაანგრიეს მთელი ტაძარი, გაანადგურეს, ბევრი რამ თვითონ ბაბილონში გაზიდეს და დღევანდელი იერუსალიმში რანაირად იქნება ახლა ეს სპილენძის სამსხვერპლო, რაც მეფე სოლომონმა დადგა უფლის ტაძრის ეზოში. ახლა ზუსტად ამას გაჩვენებთ ამ ადგილს. აი უყურეთ, ეს არის ბიბლიაში მეფეების მესამე წიგნის მერვე თავის 63 მუხლიდან წავიკითხე. ზუსტად აი ამ ამბავს ახსენებს ნიკოლოზ ლეკიშვილი, რომ მეფე სოლომონმაო ამდენი და ამდენი ცხვარი დაკლაო და ზუსტად ახლა და ეს ამბავი მიაბა იმასთან, რომ აი უფლის ციხეში რომ სამსხვერპლოებიაო, თან კადრში რომ აჩვენებენ ამ ქვის ორმოებს. აი იმაზე მიანიშნებს, რომ აი თითქოს იმ ქვის ორმოებში მოხდა იქ მსხვერპლის შეწირვა, ანუ იქ ცეცხლი იყო დამთებული და ზედ დაიწვნენ ის მსხვერპლები, მაგრამ აქ სინამდვილეში სულ სხვა რაღაცა მოხდა. ახლა უყურეთ. დაკლა სოლომონმა 22,000 ხარი და 120,000 ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა აღსავლენი შესწირა ცხვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები,
რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს და ცხვენს და სამადლობელ ცხიმებს. ესე იგი, ძალიან დიდი რაოდენობით იყო ეს ცხოველთა მსხვერპლის შესაწირავები და დაკლა სოლომონმა 22,000 ხარი და 120,000 ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ცხვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს და ცხვენს და სამადლობელ ცხიმებს. ანუ ეს ეზოს ის ეზო უფლის სახლის წინ რო იყო განთავსებული, სადაც სპილენძის სამსხვერპლო იდგა, აი ეზოს დიდი ნაწილი დაიკავა ამ მსხვერპლ შესაწირავებმა. და აქ საუბარი არის ამ სპილენძის სამსხვერპლოზე, რომ სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ცხვენს და სამადლობელ ცხიმებს. ანუ იმდენად დიდი მსხვერპლი იყო, რომ ანუ იმ სპილენძის სამსხვერპლოსაც კი გადააჭარბა და ეზოს დიდი ნაწილი მოიცვა ამ მსხვერპლ შეწირვამ. აი ამაზეა ლაპარაკი და თქვენ ახლა აქ დააკვირდით იმას, რომ აქ საუბარი არის სპილენძის სამსხვერპლოზე და არა ქვის სამსხვერპლოზე. აი აქ უკვე მეოთხე მეფეების მეოთხე წიგნში 25 თავში ჩაწერილი არის ბაბილონელების მიერ იერუსალემის ტაძრის სხვადასხვა ნივთების გაზიდვის ამბავი იერუსალემიდან ბაბილონში. ეს ხდება უკვე სოლომონის მეფობიდან დიდი ხნის შემდეგ. და ჩაწერილია ასეთი რამ. მეგობრებო, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, ჭრელ ხალხთან ერთად აყარა ნებუზარდანმა ქონდართუხუცესმა. ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხნელ თესველებად დატოვა ქონდართუხუცესმა. სპილენძის სვეტები უფლის სახლში რომ იდგა, კვარცხლბეკები და სპილენძის სხვა უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს. ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი ღვთის მსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს. სასაკმევლეები და სასხურებლები ოქროსა და ვერცხლის რაც იყო ქონდართუხუცესმა წაიღო. წყვილი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები სოლომონმა რო დაამზადა უფლის სახლისთვის. წონა არ ჰქონდა სპილენძს, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული. 18 წხრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა. 3 წხრთა იყო გვირგვინის სიმაღლე, ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად. გამოიყვანა ქონდართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და 3 ზღურბლის მცველი. ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა. 5 კაცი მეფის პირის მხილველნი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდნენ. ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს და 600 კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ. აიყვანა ისინი ნებუზარდანმა, ქონდართუხუცესმა და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში. დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან. იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა. ეხლა მე ამას აღარ გავაქცევებ. აქ
გასაგებად არის მოცემული, რომ უფლის, სახლის, მთელი რიგი ის სპილენძის სხვადასხვა ნივთები, მოწყობილობები აგერ ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში გააზიდინა თავის ქონდარ თუხუცეს და შესაბამისად ნიკოლოს ლეკიშვილი რომ ამბობს, რომ დღევანდელი იერუსალიმშიო სამსხვერპლო არ არისო აღმოჩენილიო, ეს არის ძალიან დიდი რაღაცა, ეს არის და ეს სასაცილოა თუ რა დავარქვა ამას. ასეთ ტყუილს რო იძახის ადამიანი, აი რა დუღირს ადამიანს ასეთი ტყუილის თქმა. და თვითონ აი მე რო ვიფიქრო, რომ ამ ადამიანს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს იმის, რასაც იძახის მეთქი, აი რაზე დაყრდნობით უნდა ვთქვა ეს. არა მაქვს ამისი საფუძველი ვთქვა, რომ ამ ადამიანს გულწრფელად სჯერა ამისი. ასე რომ ეს ადამიანი არის მატყუარა, რა არის ამ ტყუილის მიზეზი, ეს უკვე თუ ეს ადამიანი გონებრივად ვერ არის დალაგებული და ამას აქვს, ასე ვთქვათ, რაიმე სამედიცინო პრობლემები, ეს კიდევ სხვა საკითხია. მაგრამ თუნდაც ეს ასე იყოს, ადამიანებმა რატო უნდა აიტაცონ მისი ეს ფსევდო აღმოჩენა, მისი ეს ტყუილები რატო უნდა აიტაცონ და რატო არ უნდა გადაამოწმონ ბიბლიიდან ეს ადამიანი სიმართლეს იძახის თუ იტყუება.